ის მთავარი ამბავი ცხრიანში დახურული სამკითხველო საგამოფენო დარბაზი, საცავები, ბიბლიოთეკა და ჩაშლილი ღონისძიებები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პარალიზებულია. ბუბა კუდავას შემცვლელი მოძებნეს, თუმცა ზაზა აბაშიძე სამსახურში არ მიდის. ცენტრის თანამშრომლები კონკურსის შედეგების გაუქმებას, ხელმძღვანელის არჩევის უფლებას და მაკონტროლებელი უწყების ანუ განათლების სამინისტროს შეცვლას მოითხოვენ. მინისტრი კი მომჩვენებს სასამართლოსკენ მიუთითებს. მირიან გორგოძის სიუჟეტი ვნახოთ. საკუთარი არსებობის ისტორიაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზი პირველად არის დალუქული. ამის მიზეზი კი ის გაფიცვა, რომელსაც ცენტრის 110-ვე თანამშრომელი შეუერთდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიმართოთ კანონით მონიჭებული უფლება, გავიფიცოთ, შევწყვეტოთ ყოველგვარი საქმიანობა, დავხუროთ დარბაზები და საცავები და გავაჟღეროთ ჩვენი მოთხოვნები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების გაუქმება, რომლის შედეგად ბუბა კუდავას ზაზა აბაშიძე შეცვლის, ცენტრის თანამშრომელთა ერთადერთი მოთხოვნა არ არის. აუცილებელია რომ ცენტრს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შეეცვალოს მაკონტროლებელი ორგანო და აუცილებელია რომ ეს იყოს განსაკუთრებით მაღალი სტატუსის მქონე დაწესებულება და მისი მაკონტროლებელი ორგანო იყოს საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი. გაფიცულები აღნიშნავენ, რომ კონკრეტულად ზაზა აბაშიძის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ცენტრის თანამშრომლებს სურთ, ხელმძღვანელს თავად ირჩევდნენ და ეს მხოლოდ მინისტრის პრეროგატივა აღარ იყოს. მოგცემ უფლება, რომ ჩვენ თვითონ ავირჩიოთ ჩვენი შესაბამისი დირექტორი. ასე დირექტორად ჩვენ მიგვაჩნია ბუბა კუდავა. 2006 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს მეცნიერ თანამშრომელთა საბჭო ირჩევდა. წესი 2011 წელს დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში შეიცვალა. თუმცა ბუბა კუდავა ამბობს, რომ აქამდე არც ერთ მინისტრს ეს უფლება ერთპიროვნულად არ გამოუყენებია. რახან პირველი პრეცედენტი გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის იქნება ცდუნება, რომ მინისტრმა დანიშნოს მხოლოდ მისთვის სასურველი კანდიდატი, შესაბამისად ეს უფლება განათლების მინისტრს აუცილებლად უნდა ჩამოერთვას. მე მგონი განათლების სამინისტრო შეძლებს ამ ვითარების დარეგულირებას და მე არ დამჭირდება იქ ხოლით და ცხენზე ამხედრებულ შესვლა და არც ისინი დამხვდებიან თოფით და შუბებით და შუდისრებით. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს ახალი ხელმძღვანელი არ გამოჩენილა. ზაზა აბაშიძე მაესტროსთან საუბრისას დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის პერიოდში პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან მომხდარი გაუგებრობა და თანამდებობიდან წასვლის ისტორია გაიხსენა. მე ვთვლი, რომ ადამიანმა უნდა შეძლოს ღირსებით დატოვოს ის ადგილი, ღირსეულად დატოვოს ის ადგილი და არ შელახოს თავისი ღირსება. პროტესტის ფორმა მიუღებელია დავით მაღრაძისთვის, რომელიც განათლების სამინისტროს მოუწოდებს სიტუაცია დროულად განმუხტოს. პროტესტის ხმა ვერ გავიგონე, როდესაც კორნელი კეკელიძის სახელი ჩამოაშორეს ამ ინსტიტუტს. ეს იყო ნაცმოძრაობის ხელწერა, როგორ უნდა წაეშალათ მეხსიერება. ამიტომ მოხდა. ეს ტენდენციის მსხვერპლი არის ეს ინსტიტუტი. ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ. ახალი ხელმძღვანელი ზაზა აბაშიძე კი შექმნილ მდგომარეობაში ცენტრში მისვლას პირადი ღირსების საკითხად მიიჩნევს.